აბსოლუტურად უსაფუძვლოა ეს განცხადებები. ჩვენ თუ ნახავთ უკვე 8 თვის შედეგებს, ნახავთ სიტუაცია არის მნიშვნელოვნად შეცვლილი და ათვისების თვალსაზრისით არის ყველაფერი გზე. რაც შეეხება ტენდერებს, სამწუხაროდ ტენდერების ბუნებიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში ხდებოდა შეფერხება, თუმცა სიტუაცია გამოსწორებულია სამწუხაროდ პარლამენტის წევრებმა მხოლოდ ესეთი ფორმით შემოგთავაზეს თავისი მოსაზრებებით. ეს იყო პირველი 6 თვის განხილვა. შესაბამისად ათვისება იყო 85%, რაც არ შეიძლება შეფასდეს როგორც უარყოფითი ათვისება. ასევე მინდა ვახსენო, რომ რეალურად ობიექტური მიზეზებით იყო ეს გამოწვეული. თვისობრივად სხვა სურათია დღეს ათვისების ნაწილში. ასევე ალბათ ან ვერ გაიგო კომიტეტმა, ან კარგად ვერ გაუხსნეს, ყოველ შემთხვევაში შეიძლება თუ დეტალები აინტერესებდათ ყოფილიყო ამისი ცალკე კონსულტაციები და განხილვა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უარყოფითად ვერ შეფასდება 85%-იანი ათვისების კოეფიციენტი.